ჩემათმის ბაღში იყო ბიზინა ივანიშვილი. ნახა თავის თვალით რომ განადგურებული იყო. რომ ის აღარაფრად არ ივარჯოს, ხმელი ძალიან დიდი მადლობა. ვითხარ რამდენი ტონა ატამი დაეკრიფაო. მე ვთხარი 100 ტონა ატამი და დაეკრიფაო, მეთქი აქამდე გამბახში მეთქი. ხო, ბატონმა ბიზინამ. ხო და ვითხარ რომ ესე იგი 50 კაპი მიიღებ კილოში. ესე იგი 50000 მე მიიღებ. ამას სიტყვას გაძლევო. დღემდე მე 50 არ მიმიღია. გარედან გაჩერებულა ხმელი ხეები და ათვით ხეები და ვერ გამიძინია, ვერ მომიხდა, ვერაფერი ვერ გამიკეთებია. დღეგამოშვით უსავცა არაფერი აღარა მაქვს. 10000 ბანკის ვალი მაქვს. გადასახდელი. კიდე რამდენსაც შეცვლობ. ბატონ ბიზინამდე მივიდეს აი ეს ამბავი რომ ვაჩნაძიანს აი ეს გაგვიკეთეს. ჩვენ რაიონს პატრონი არ აყავს ესე გამოვიდა რა. იმიტომ რომ მაჟორიტარი არ აქვს პატრონობს. თინახი და შენმა საგარეჯო ფული დგას. და ჩვენ კიდე ესე ვართ უპატრონო. იგი დაზარალებული ოჯახები იღებენ კომპენსაციას ეტაპობრივად ტრაშების სახით, ორ კვირაში ორჯერ ხანსაბჭოს არის ტრაშების სარიცხვა სამინისტროს მიერ. მათ შექმნილი აქტები და ისინი არიან სიებში და ასევე მათ გახსნილი აქვთ ანგარიშები, საბანკო ანგარიშები და არიან მოლოდინის რეჟიმში. როდის ჩაირიცხებათ, მე ნამდვილად ამას ვერ გაგცემთ, ამაზე პასუხს ემიჯნოთ, ეს ყოველდღიურად სამინისტროს კომპეტენციაა და მაგრამ რა თქმა უნდა მოხდება.